ეგვიპტე დღევანდელი თემა არის ეგვიპტე დაარსდა ძველი წელთაღრიცხვით მე-4000 წლებში მდინარე ნილოსზე. მდინარე ნილოსს ორი სახელწოდება აქვს: დელტა ნილოსი და ნილოსის ნობათი. დელტა ნილოსი იმიტომ ეწოდა ამ მდინარეს, რომ იეროგრიფული ასოს გამოსახულება აქვს, ანუ მოყვანილობა აქვს მის კალაპოტს, აქედან გამომდინარე უწოდეს დელტა ნილოსი. ხოლო მეორე სახელწოდებასაც შეეხება ისტორიის მამაწოდებულმა ჰეროდოტემ უწოდა ეს სახელი, ანუ ნილოსის ნობათი. იმიტომ რომ მდინარე როდესაც ადიდდება, ადიდების შემდეგ მდინარე მოიშლამება და იმ ადგილზე ორმოსავლიანი, ანუ ნობათი ეწოდა, ანუ უფრო ადამიანები ეგვიპტის მდინარესთან ასე ვთქვათ საარსებო წყაროს წარმოადგენდა ეს განოყიერებული ნიადაგი. ასევე ნილოსი არის ცივილიზებად მიჩნეული მდინარე, იმიტომ რომ პირველად ეგვიპტელებმა გაიყვანეს სარწყავი არხები, ანუ საირიგაციო არხები და ეგვიპტის მართლს რაც შეეხება, ეს არის ფარაონი ეწოდება, რომელთათვისაც იყენებდნენ ასე ვთქვათ სამარხებს, პირამიდებს, რომელიც მსოფლიოს საოცრებაშია შესული. ფარაონი განდიდებული იყო, გაღმერთებული იყო ეს პიროვნებები და აქედან გამომდინარე, რაც ამიერ ცხოვრებაში ფარაონებს გააჩნდათ და სწამდათ, რომ იმიერ ცხოვრებაში უნდა ასე ვთქვათ დასჭირდებოდათ და გამოადგებოდათ, აქედან გამომდინარე პირამიდებში ატანდნენ ყველა იმ ქონებას და ასე ვთქვათ განძს, რაც ამიერ ცხოვრებაში გააჩნდათ და იყენებდნენ. აქედან გამომდინარე, ასევე კიდევ ადამიანებს, ანუ რაც შეეხება ეგვიპტის ფარაონებს უწარებდნენ მუმიფიცირებას. მუმიფიცირება ეს ხელოვნებად იქცა, იმიტომ რომ კონკურენტული, ასე ვთქვათ, გახდა რა ვინც უფრო დახვეწილი, ასე ვთქვათ, ხელობას წარმოაჩენდა. აქედან გამომდინარე, დღემდე მოღწეული არის გაუხრწნელი სხეულები ფარაონების. ასევე სამარხი, რომელიც ერთ-ერთი არის მხოლოდ განუძარცველად ტუტანხამონის სამარხი, რომელზეც კიდევ უკვე მათ ვისაუბრებ. ეხლა კი რაც შეეხება ეგვიპტის გაძლიერებას და განვითარებას, ეს იმას მოწმობს კიდევ, რომ ეგვიპტეში უძველეს დროს შეიქმნა დამწერლობა, იეროგრიფული დამწერლობა, საწერ მასალად იყენებდნენ პაპირუსს. ეგვიპტეში პირველი, ასე ვთქვათ, დაპყრობა განახორციელეს ძველი წელთაღრიცხვით მე-17 საუკუნეში ჰიქსოსებმა, რომლებმაც დაიპყრეს ეგვიპტე და მოხდა ეგვიპტეთა და ჰიქსოსების შერწყმა, ანუ ასიმილაცია. მათგან გადმოიღეს სამხედრო ტანკი, ანუ ეგრეთ წოდებული სამხედრო ეტლი, რომელსაც ბრძოლის დროს იყენებდნენ, ასევე სხვა, ასე ვთქვათ, ბრძოლის საბრძოლო სტრატეგიები, რის შედეგადაც ეგვიპტელებმა ჰიქსოსები განდევნეს და ასევე დაიწყეს დაპყრობითი ომები და ძველი წელთაღრიცხვით მე-16-მე-15 საუკუნეში ეგვიპტის ტერიტორია გაფართოვდა ფარაონ თოტმეს მესამის მმართველობის პერიოდში. ხოლო რაც შეეხება ძველი წელთაღრიცხვით მე-14 საუკუნეში ფარაონ ამენჰოტეპ მე-4-ის მეფობის პერიოდში გატარდა რეფორმა, რელიგიური რეფორმა კერძოდ, შექმნა ერთი ღმერთი, ანუ მრავალღმერთიანობა იყო და შექმნა ერთი ღმერთი, ატონი, მზის ღმერთი, სახელი დაერქვა ეხნატონი და დააარსა ქალაქი ახნ-ეტატონი. აქედან გამომდინარე პერიოდში რელიგიური პირები, ქურუმები დაუპირისპირდნენ ეხნატონს და რა თქმა უნდა არ მოსწონდა ეს მის მიერ გატარებული რეფორმები. ეხნატონის ყავდა მეუღლე, რომელიც ილამაზით გამოირჩეოდა, რომელსაც ეწოდებოდა ნეფერტიტი. ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, ანუ ამენჰოტეპ მე-4-ის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტზე ადის მისი მცირეწლოვანი ვაჟი ტუტანხამონი, რომელიც მალევე გარდაიცვალება 16 წლის ასაკში და სწორედ მისმა სამარხმა მოაღწია განუძარცველად მხოლოდ ეს ვიცით მის შესახებ, მის მმართველობის შესახებ. შემდეგი მოვლენა ქადიშის ბრძოლაზე მინდა ვისაუბრო, ძველი წელთაღრიცხვით 1274 ანუ მე-13 საუკუნეში მოხდა ეს ბრძოლა ხეთებსა და ეგვიპტეს შორის. ხეთების მმართველი არის ამ დროს მუვათალი.
და ეგვიპტის ფარაონი არის რამსეს მეორე. ეს ბრძოლა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დაპირისპირება სირიის ტერიტორიების მოსაპოვებლად, თუმცა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ეს ბრძოლა დასრულდა პირველი ზავით, რომელიც ისტორიაში ცივილიზებად არის მიჩნეული, იმიტომ რომ ძველი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნეში მოახერხეს ადამიანებმა გადაწყვეტილება მიიღოთ და მშვიდობით დაესრულებინათ ეს სასრულო ბრძოლა და ბრძოლის ასე ვთქვათ შედეგიც ის იყო რომ ხეთების მმართველმა ხათუსილ მესამემ თავისი ქალიშვილი მიათხოვა რამსეს მეორეს. ეს ხელშეკრულება დღეს გაეროს შტაბ-ბინაში არის გამოკრული. რაც შეეხება ეგვიპტეს სხვადასხვა ტერიტორიების დაპყრობის გამო იბრძვის სირია, პალესტინა, ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში ავრცელებს თავის ძალაუფლებას, თუმცა თვითონ ეგვიპტეზე კი ზეგავლენას ახდენს ასურეთი პირველ რიგში, შემდეგ არის აქემენიანთა ირანი, ალექსანდრე მაკედონელი, რომი, ხოლო საბოლოოდ ახალი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში არაბებმა შეწყვიტეს ძველი ეგვიპტელთა არსებობა და მათ მემკვიდრეებს ეწოდებათ კოპტები.